ურჩხულია უნდა ვთქვათ, ურჩხულია სრული. და ტიპიური ფსიქოპატი. ეს მანძზე უარესია. შეუძლია მოატყუოს გენერალიდან დაწყებული პარიზელი ქალბატონი დამთავრებული. უსაზღვრო კონფორმიზმი აქვს. აქვს ეს ქარიზმა. რაღაცა ხიბლი ამ ხერს აქვს. ევოლუციის საყვარელი არსება. მაგარი კვაჭი. სევუთხერა ენაზე ლაპარაკობს. ის ქალებისგან ფულს იღებს სექსში. გაიძვერობა სჭირდება რაღაცა ტიპის ინტელექტი. ბოსის საქციელია, როცა ის გადაწყვეტს, რომ ჭიპი-ჭიპონტირაძე მოკლას. და ასევე ძალიან მაფიოზური დეტალია, რომ გასვენებაშიც უნდა იყოს. ვინმე უნდა იგრძნოს ძალა, რომ დაწერს ამაზე უკეთეს. ტექსტი არის ცოცხალი. კითხველებსაც გვატყუებს რა. კვაჭი არის ჩვენი დიაგნოზი. და იმდენი რამ დარჩენილა ჯავახიშვილის ამ ტექსტიდან ჩვენს კულტურაში. ყველაში ცოტა კვაჭია. რომანი იწყება იმით, რითაც ის თავდება. მიხეილ ჯავახიშვილის კვაჭი კვაჭანტირაძე. მოგესალმებით ჩვენს YouTube არხის მინეზე. სანამ წიგზე ვისაუბრებთ, ხოთ დააფოლოვოთ ჩვენი გვერდი, გამოყვეთ კომენტარები დაგვიწეროთ. ვართ ყველა პლატფორმაზე, მათ შორის Instagram-ზე, TikTok-ზე და გვაინტერესებს თქვენი აზრი იმ წიგნებზე, რომელზეც ვლაპარაკობ და იმ წიგნებზე, რომელზეც გინდათ რომ ვილაპარაკოთ. ასევე ძალიან დიდი მადლობა ჩვენ სპონსორს მთის წყალს, ეს არის გამორჩეული წყალი ბრომატის გარეშე და ჩვენი განუყრელი ატრიბუტი და მეგზური პოდკასტის ჩაწერისას. დღეს კი ჩემს ძვირფას სტუმართან დათო პაიჭაძესთან ერთად ვისაუბრებ ქართველების საყვარელ წიგნზე, მიხეილ ჯავახიშვილის კვაჭი კვაჭანტირაძეზე და ამ კაცის სახელი ზეცართავად დაგვრჩა ქართულ ცნობიერებაში, გაკვაჭვა და გაიმასქნება და მაგარი კვაჭია. მაგარი კვაჭია და შეიძლება ითქვას, რომ 1924 წელს, ანუ 101 წლის წინ დაწერილი წიგნი, დღესაც კითხვისას რაღაცეებს ძალიან გვაგონებს და მშობლიურ ნოტებს ცნობთ, ასევე ხედავთ რაღაც კვაჭიზაციის შეუქცევად პროცესს საქართველოში ისევ. მე შენგან პირველ რიგში არა როგორც ჟურნალისტისგან, არამედ როგორც პედაგოგისგან მაინტერესებს, როგორ უნდა ვასწავლოთ კვაჭი და კიდე მეორე კითხვა მქონდა, ერთადერთია მგონი ასეთი რომანი, ხო? აი ესეთი პიკარესკულ სათავგადასავლო. თაღლითზე, ტრიქსტერზე. ქართულ ლიტერატურაში ნამდვილად. ხო, ქართულ სკულისხმობ კი. სხვა არც არის შესაძლოა, იმიტომ რომ თუ გაუსწორებ თვალს კვაჭი კვაჭანტირაძეს, ტექსტს გულისხმობ და არა პერსონაჟს, შეიძლება დაგეკარგოს სურვილი ეგეთი რომანის დაწერის, იმიტომ რომ ესეთი აუღებელი სიმაღლე არის პრინციპში, მე მგონი ჯავახიშვილმა აი თუ რამე შეიძლებოდა მიეწერა პერსონაჟისათვის, ამ ტიპის პერსონაჟისათვის, უმაღლესი რანგის თაღლითისთვის, მე მგონი ყველაფერი მიაწერა და ესეთი რომანი არ გამოვა, თაღლითური რომანი არ გამოვა. რომანები ჩვენ თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში გამორჩილაძესთან მაგალითად შეიძლება ნახო, აშა ბუღაძესთან შეიძლება ნახო, არიან თაღლითებიც არიან, მაგრამ ბანდიტებიც არიან ამავე დროს, რაღაც შავი სამყარო ფიგურებს და ასე შემდეგ, მაგრამ ეს მანძზე უარესია. კი. კვაჭი ბევრად უარესია, ამიტომ ვინმე უნდა იგრძნოს ძალა, რომ დაწერს ამაზე უკეთეს რა, ეგრე მგონია. და თქო ამ ძალას ჯერ ვერ გრძნობენ. ეს კითხვა დავსვი, იმიტომ რომ მე ვფიქრობდი გადაკითხვისას, სხვათა შორის მე მაქვს ტრადიცია კვაჭი კვაჭანტირაძის ხშირად გადაკითხვის, იმიტომ რომ ჩემი საყვარელი ქართული ტექსტია ნამდვილად. ჯავახიშვილის შემოქმედება მთლიანად მიყვარს, მაგრამ კვაჭი არის რაღაცნაირად გონია რომ აი ესეთი ქართული ფსიქოტიპი თუ იმარჯვებს, ჩვენ ამის პრევენცირება შეგვეძლო და ვერ მოვახსენებ, თუ იმარჯვებს, აი იმარჯვებს იქამდე სანამ კიდე უფრო უარესი მოვა. ჩვენ ხედავთ ხო კვაჭი კვაჭანტირაძე რაზეა, რომ ყველა სიტუაციიდან გამოძრა, გაჭკვაჭა, გააიმასქნა, იმპერია მოატყუა, თავის ქვეყანა, დასავლეთი, რუსეთი, ჯარი, რა ვიცი, ომის დროს შეძლო რომ ანტიგმირიდან გმირი გახდა, მაგრამ აი მოვიდნენ ბოლშევიკები. და არ მოტყუდნენ. და არ მოტყუდნენ კვაჭი კვაჭანტირაძით.
თუმცა დაღუპა კიდე უფრო დიდმა ბოროტებმა ვიდრე განსხეულებული კვაჭი-კვაჭანტირაძეს რაღაც დროს თანაუგრძნობდი ხოლმე ანუ საინტერესო ტიპაჟობის თვალსაზრისით როგორც პერსონაჟს და არა როგორც თქვათ ადამიანს, მაგრამ აი ეხლა იმდენად მაღიზიანებდა ყოველი სტრიქონი აი ურჩხულია უნდა ვთქვათ, ურჩხულია სრული. ჩვენ და ტიპიური ფსიქოპატი თან, რომელიც მიმიკრირებს ამ ადამიანურ გზნობებს და სინამდვილეში არ გააჩნია. ჩემთვის უფრო კონფორმიზმი, უსაზღვრო კონფორმიზმი აქვს, რომელიც გაგიკვირდება თითქოს და კარგად უწყვილდება ავანტიურიზმს, გარკვეული ტიპის გამბედაობას. ეს გარკვეული ტიპის გამბედაობა თანაცხოვრობს მის სიმხდალესთანაც, იმიტომ რომ არის ეპიზოდები, სადაც ის ძალიან მხდალია. ხო, ეშინია, იმალება, ჩხუბს ერიდება და ასე შემდეგ. ხანდახან მიფიქრია, რომ ძალიან ბევრი თვისებით დატვირთა მიხეილ ჯავახიშვილმა კვაჭი-კვაჭანტირაძე, მაგრამ მისი თხრობის მანერა, რომელიც თითქმის ერთნაირად ტემპერამენტიანი და ლაღი და სწრაფი თხრობის ოსტატია თითქოს, მისი ტექსტები არ არის რთული საკითხავი, მისი სინტაქსის წინადადების სიგრძის და მოკეთ სხვადასხვა ლიტერატურული ტექნიკის აღარ ჩამოთვლით წყალობით, ჩვენ შეიძლება გამოგვრჩეს აი ამ ლაღი და მაღალი ტემპის თხრობის მიღმა გამოგვრჩეს რა ურჩხულთან გვაქვს სინამდვილეში საქმე, კვაჭის სახით ზუსტად. ჩვენ როცა ვამბობ, გულისხმობ კითხველებს და რაღაც მასწავლებლებს, მხოლოდ ხო? სკოლაში არის ის? არა არის სკოლაში. და მართლა აი მრავალშრიანად თაღლითი პერსონაჟი არის. იმ გაგებით რომ მკითხველებსაც გვატყუებს რა. მკითხველებს შეიძლება ატყუებდეს მისი ხიბლი, მრავალნაირი ხიბლი აქვს კვაჭი-კვაჭანტირაძეს, რომელსაც სხვადასხვა სიტუაციაში ავლენს და გავაცოცხლოთ, მე გავიხსენოთ ეგ სიტუაციები, მაგრამ სინამდვილეში ეს არის მონსტრი. და შეიძლება რაღაცა უშეღავათო შევაფასოთ, გინდა მორალური, გინდა ფაქტობრივი მისი მოქმედების თვალსაზრისით, ის არის მონსტრი, ურჩხულია. თუმცა ის თავის თავში, თავის სამეგობროსთან ერთად აერთიანებს ძალიან საინტერესო თვისებებს, რომელმაც შეიძლება გაგვიყვანოს ტიპიური ბანდის ეთიკაზე, რაღაცა იტალიური მაფიასთან, მაფიურ ჯგუფებთან შეიძლება დაინახო რაღაცა პარალელები, მე არ ვიცი მაშინ მაფია იყო თუ იყო როგორ არ იყო, 19 საუკუნის შუა ხანებში ჩდება იტალიაში ეგ ამბავი. თუ გახსოვთ როგორ ურჩევენ ერთმანეთს საქმეს კვაჭის ძმაკაცები. ხო, კვაჭი თავის ძმაკაცებში არის რაღაცნაირი პრიმუს ინტერ პარეს, ხო, თანასწორია მათი. და თუ მისაჯირყვნია, მას ჯირყვნიან დაუნდობლად მეგობრები. მაგრამ ერთგულების ის ხარისი რაც არსებობს, ცოტა ბოსისადმი ერთგულება. კი, და ბოსის საქციელია, როცა ის გადაწყვეტს, რომ ჭიპი-ჭიპონტირაძე მოკლას მაგალითად, რომელმაც სიმდიდრე წაიღო მოკლედ ამათი. და ასევე ძალიან მაფიოზური დეტალია მაგ ამბავში, რომ გასვენებაშიც უნდა იყოს და დაინახოს ეს. კი, არა ეს. ხო, ეს არის რაღაც კრიმინალური სამყაროს ესთეტიკა. საერთოდ მე არ მეგონა იმდენი რამ დარჩენილა ჯავახიშვილის ამ ტექსტიდან ჩვენს კულტურაში ლექსიკის დონეზეც კი მაგალითად დღევანდელი სიტყვები თქვათ წველა ხო წველა ხო იცით რაც არის ხო წველა არის აქ ყვაჭი წველის ვიღაცებს და ამ გაგებით რომ ვიღაცებს ფულს ძალავს ვიღაცებს იყენებს ეს ზმნა მანამდე ქართულ ლიტერატურაში არ გვხვდება. ზოგადად კვაჭიზე ტექსტი არის ცოცხალი, იმიტომ დასაწყისში ზუსტად ამას ვამბობდი, რომ ლექსიკის და ფორმის გარდა აი ეს მეთოდებიც არ შეცვლილა დიდად და კიდე გამბედაობას დღესაც რას ეძახიან, რაც ვახსენთ ეს გამბედაობა, ყველაფრის მკადრებლობასთან ასოცირდება ეს. გაბედვა არის არა ის, რომ რაღაცა შინაგანი სიმამაცე, გაბედვას მე პირადად ყოველთვის ვეძახი რაღაცას, რაც ნონკონფორმისტულია და საციკეთისკენ მიმართულია. აქ არის აბსოლუტური კონფორმიზმი. კი, ოღონდ ეს არის ყველაფრის კადრებლობა. კვაჭი არის ევოლუციის საყვარელი არსება, იმიტომ რომ მაღალ ადაპტატიურობით გამოირჩევა, ის არ იღუპება არც ერთ ვითარებაში.
მას შეუძლია მოატყუოს გენერალიდან დაწყებული პარიზელი ქალბატონი დამთავრებული ყველა აქვს ეს ქარიზმა და ქარიზმა რომ აქვს და ის გაიზრდება დიდი მასშტაბისა და გაქანების თუნდაც გაიძვერა, იმიტომ რომ გაიძვერობას მოდით თუ შევთანხმდეთ რომ აი ჭირდება რაღაც ტიპის ინტელექტი, არა ემოციური, არამედ ზოგადად რაღაცა ის მაქინაციები არ არის ადვილი მოსაფიქრებელი თუ მარტო ის ხა იკადრებ ყველაფერს არ შველის აქ ჭირდება კომბინაცია რამდენიმე მახასიათებლის და ასეთი არის მის ჭკუა რომელსაც იყენებს ცუდად ძალიან მაგრამ აი ბავშვობიდანვე ეტყობა ეს ვიღაცების მარკეტინგული პიარული და რაღაც აგრესიული მარკეტინგის მიმართულებით ნიჭები მას ნამდვილად აქვს ხო ეს არ არის თანდაყოლილი ნიჭები ეს არის ოჯახში აღზრდის შედეგი მაგას თუ აღზრდა ქვია გენეტიკურია შეიძლება ხო მამამისი ისეთი იმ რანგის აფერისტი ნამდვილად არ არის როგორც კვაჭი დგება მაგრამ მორალური გარემო იმ ოჯახში და მან შეიძლება დავინახოთ ეხა არ შეიძლება ვიღაც ეწყინოს თქვა ბმა სიღარიბესა და უზნეობას შორის ეს ბმა ამ რომანში მეჩვენება რომ არის ძალიან აშკარა როცა ჯავახიშვილი ყვება კვაჭის ბავშვობის წლებზე სიღარიბე წარმოშობს გაიძვერობას სიღარიბე წარმოშობს სურვილს ბუნებრივად დაუსხლტე ამ სიღარიბეს მაგრამ როგორ გინდა დაუსხლტე ხო რაღაცა რომ მოიფიქრო მაგრამ დიდრებით ჩანან იგივე ნალის პრინციპი ძალიან დიდრები და ძალიან ღარიბები მე ერთმანეთს მსგავსებიან რო ვკითხულობდი ამ ჯერზე ჩვენ დავინახეთ რომ ყველაზე დიდი ასპარეზი აი ამ გაქნილ და იმორალურ აფიორებს აქვს რუსეთში. აი იქ ჭრის, იქ შესაძლებელია ამ მსგავსი რაღაცა კომბინატორული ხრიკებით მართლა მიაღწიო სიმაღლეებს, გავლენას, სიმდიდრეს და ასე შემდეგ. სხვა ქვეყნებში ჩვენ თუ დავაკვირდებით, კვაჭი არ არის ისე წარმატებული. განსაკუთრებით თურქეთში უჭერს. პრინციპში რომანი იწყება იმით, რითაც ის თავდება, რომ დააკვირდე. იწყება რითიან კვაჭი ცოტა რომ მოიწიფება, ის რეალურად ხდება კაცი მეძავი, ის ქალებისგან ფულს იღებს სექსში. და კი, ცვირით იწყება და აი ხო, და მე ამთავრებს ხანუმ, ხო, ეგ არის რა, წრე მისი ცხოვრების წრე და ჯავახიშვილი აქ ვფიქრობ, ცოტა სასტიკია კვაჭის მიმართ. მიუხედავად ისა, რომ კვაჭუნათი მიმართავს ხშირად. ხო, მაგრამ ბოლოს შეიძლება დალპიო, დალპი. და ეს არის თვისების სადმი მიმართვა, აი ამ პროსტიტუციისადმი, რომელიც ამ შემთხვევაში მეტაფორად შეიძლება განვიხილოთ ზოგადად საკუთარ თავის გაყიდვის. ხო, მხოლოდ რაღაცა ხორციელი ამბავი არ არის. რა უნდა, ხო. ეს არის საკუთარ თავზე უარის თქმა და ძალადობა საკუთარ თავზე და რომელსაც კვაჭი ეგეთად არ განიცდის. თვითონ არ განიცდის. ბოლოში არა, ბოლოში ძალადობაა საკუთარ თავზე მოციფული კაცია უკვე და ბედნიერი არ არის და ეგ არის მთავარი ადამიანის ცხოვრებაში, იმიტომ რომ აი ამ პროსტიტუციაზე არასწორი წარმოდგენა როცა აქვთ, ხოლმე განსაკუთრებით კაცებს აქვთ არასწორი წარმოდგენა და გამიგია კიდევ პოლიტიკოს კაცებისგან, რომ აი თან სიამოვნება და თან ფულს იღებ, ხო ამბობენ პროსტიტუციაზე უთქვამთ. ეს არის აბსოლუტურად არასწორი დანახვა იმ საშინელი, სტრესული, ფსიქიკისთვის დამაზიანებელი შრომისა, რომელიც არის ძალადობა საკუთარი თავისადმი მიმართვა. ამით ბედნიერი ფინალში კვაჭის. ასევე არიან ხალხი, ვთქვათ, ვისთვისაც ძალიან ბუნებრივი და სასიამოვნო გარემოა, თუნდაც თაღლითობა და კვაჭი ზოგადად ასეა, კარგად გრძნობს თავს, არ აქვს აი ფსიქოპატი, იმიტომ ვახსენე, რომ ფსიქოპატებს არ აქვთ სინდისის ქენჯნის, სიყვარულის, თანაგრძნობის, თანალმობის და რაღაც ასეთების განცდა, მაგრამ ძალიან კარგად შეუძლიათ ამის მიმიკრირება. და აქედან იბადება ხოლმე სამი კატეგორიის ადამიანი, სამი პროფესიის ძალაუფლება, თუ ჩაუვარდა ხელში დიქტატორი, აი ესეთი მაფიოზი, აფერისტი, თაღლითი, მანიაკი, ვთქვათ, ვინც არის განსაკუთრებით ფულზე, ვისაც არ ეცოდება ადამიანები, რომ ფულზე გადააგდოს და მესამე ეს მკვლელები, რომლებიც, ვთქვათ, ციხეში ხვდებიან, იმიტომ რომ არ ეყოთ ინტელექტი რაღაც უფრო დიდი მასშტაბებში ეფსიქოპატად, ხო? და კვაჭი ამ შემთხვევაში არის
აი ყველაზე გავრცელებული ფსიქოტიპი ეს არის ადამიანი, რომელიც თვისებებს იმეორებს ხვებისას, ტირის, მოთქვავს, ჩახუტება, დამშვიდობა, რეალურად არ განიცდის არაფერს. და ამასთანავე ის არ არის ბედნიერი ამ თავისი პროსტიტუციით. ესეც არის, თან თუ დავაკვირდები ჩვენ ეს როდის დაიწერა. რა მიმდინარე მოვლენები იყო და რისი თქმა უნდა, აი რუსეთზე ძალიან სწორად შენიშნე, აი რუსეთში ეს დიდ ფრთების გაშლამ რუსულ ჩახრწნილ გაუბედურებულ ქვეყანაში მერე შეიძლება ასე წაეკითხათ, რომ აი ბოლშევიკები მოვიდნენ და იქ კვაჭის ადგილი აღარ იყო, მაგრამ მე ამას ახლა ვუყურებ და მიხეილ ჯავახიშვილს ეს როგორც 1924 წლის აჯანყების ერთ-ერთ მონაწილეს და ძალიან კარგად დამნახავს იმისას, რა ელოდებოდა ზოგადად ქვეყანას, ხედავ რომ ბოლშევიკებს ის განიხილავს მათ კვაჭიზე და კვაჭიზმზე უარესად და ეს ჩანს. რაც არ უნდა ქართულის მასწავლებლებს მოეწოდებინათ ეს რომ ვერ მოუწოდებთ რომ ეს არასოდეს არ ისწავლებოდა სკოლაში, მაგრამ აი ბოლშევიკების აბსოლუტური დაუნდობლობა და სადიზმი შეიძლება ითქვას და სადისტი ესეც არის კვაჭი ბევრი ადამიანის მიმართ სადისტურ გულგრილობას და სადისტურ დამოკიდებულებას სამჟღავნებს. მაგალითად როცა როგორც დაზღვევის აგენტი ერთ შაბურიანს მოკლავენ. რათა მე ამ შაბურიანცის იდენტობა სილიბის დროს კვაჭის მამას გადასცენ საიმისოთ, რომ ვითომ კვაჭის მამა მოკვდა. და იქ მიხეილ ჯავახიშვილის კამეო აქვს. მიხეილ ჯავახიშვილი ქვია იმ ადამიანს, ვინც მასთან მიდის დაზღვევის თვითონ დაზღვევის აგენტი. მიხეილ ჯავახიშვილს ორჯერ აქვს გამოყენებული თავისი ისტორია კვაჭისთან და მიხეილ ჯავახიშვილი ქვია წიგნში ადამიანს, რომელიც მას კვაჭისზე დაეჭვდება, რომ რაღაცას იტყუება ფეხთან და ხელთან დაკავშირებით დაზღვევის ტრახის დასტრახვისთვის გაიმასქნებას, როგორც თვითონ ეძახის ხოლმე. და მეორე არის თავად მიხეილ ჯავახიშვილს მატარებელში ერთხელ პასპორტით რო გადადიოდა სხვისი პასპორტით დაავიწყდა რა ეწერა იქ სახელი და გვარი და უცებ მოიგონა კვაჭივით უცებ რომ მუნჯია და ვერ ლაპარაკობს და ვერ ამბობს და რა ქვია და რა გვარი ეგ გამოიყენა ანუ რაც თვითონ გადახდა მეტი რა თქმა უნდა მიხეილ ჯავახიშვილის საკვაჭის არაფერი აქვს ეს ერთი დეტალია მაგრამ საინტერესო და ამ ამბავსაც იცი როგორ აღვიქვამდათ რომ შეიძლება რაღაცა კვაჭის ელემენტები ყველა ადამიანში იყოს აი ვთქვათ მოხერხებულობა როგორც იტყვიან ეს სისმარტე თანამედროვე სიტყვით რაღაც მომენტებში მაგრამ სისხარტე ხო მაგრამ როდესაც ამას აქცევ შენს თავარ პროფესიად და მუდმივად რაღაც უნდა ითამაშო რომ თავი გაიტანო გახსოვს მე 20 პასპორტი ქონდა კვაჭის საერთოდ თუ რა კვაჭი არის რაღაცა მამამთავარი აღმოჩნდა მამამთავარი ახლა რო წავიკითხე რამდენიმე ქართული ფენომენისა. მაგალითად ეს არის ქართველი კაცი, რომელიც თავს, საბჭოთა ეპოქაში მაინც მიიჩნევდა ან იაზრებდა რუსი ქალების დამნერბავად, მოდი ესე ვთქვა. ხო, კითხვისას ერთ პირობა გადაუწყვეტე დამეთვალა რამდენ ქალთან ქონდა საკუთარ მე ამერია ანგარიში და დავანებე თავი. ახლა მაგაზე დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ერთი პერიოდი აქვს თვითონ ჩამოწერილი 7, ხო? თეორს რა წარმოებს. ერთდროულად, ხო? მაგრამ ზოგადად რამდენ მაგას ვერ დაიწყებიან ვერ წარმოუდგენ თუ მარტო მაგისთვის წაიკითხავ დაითვლი კი. ხო და ამჯერზე კითხვისას დავინახე ის რაც აქამდე გამომრჩა რამდენი სტერეოტიპის მშობელია კვაჭი. ოღონდ ისეთი სტერეოტიპისა, რომელთაც იყო დრო ჩვენ თავი მოგწონდა რა. და ქართველი კაცის ღირსებად შეიძლება ჩათვლილიყო, რომ აი ფული აქვს, თქვათ, იქ მოსკოვებში ჩადის და ფულს ხარჯავს, ხო, კაი მოკეიფია. კვაჭი თუ გახსოვთ მისი პირველი გამოცდა რაში შედგა? სმაში და ეს გამოცდა მან ჩააბარა, მან ბევრი დალია ახალგაზრდობის მიუხედავად. ეს რო ყოფილიყო რაღაცა მარტო მონსტრი, ბოროტი რაღაცა და ხორჩესხმული სიავე რო ყოფილიყო, მხოლოდ პიროვნული ხიბლის გარეშე ეგრომანი არ იქნებოდა ისეთი მიმზიდველი და კი ეს ხო ზოგადად ასეა ცალმხრივი პერსონაჟები არასდროს მაგრამ რო გაატყავო ხო შენ ღებულობ პრინციპში აბსოლუტურ ბოროტებას რა
თუ კვაჭის დააკვირდ. მე არ მინდა მორალისტურად განსაჯო ხა ძალიან მოსაწყენია მორალისტური ლაპარაკი ლიტერატურაზე, მაგრამ ჯავახიშვილის არ ვიცი გენიალობას თუ არ ვიტყვით, უდიდესი ოსტატობა არის იმაში, რომ ამ ადამიანს, რომელიც ამ პერსონაჟს, რომელიც დასრულებული არ ამზად, მაღალი რანგის არ ამზად და ნაძირალა არის, შენ გაწონებს რა. შენ ვერ ელევი კვაჭის, როგორც პერსონაჟს, რომ რაღაცა ხიბლი ამ ოხერს აქვს. კი, შენ მზად ხარ კვაჭი უნდა დაუძახო ხოლმე. ხანდახან. ხო არ. იმიტომ რომ მე მიყვარდა კვაჭი კვაჭანტირაძე, ყოველ შემთხვევაში ალბათ არასწორი სიტყვა სიყვარული, მაგრამ მაინტერესებდა. მაინტერესებდა მე რომ ვფიქრობდი რომ რატომ არ არის ამაზე რაღაცა სერიოზული ფილმი მაგალითად. მე მისი პროტოტიპზე ვასილ დუმბაძეზე ვკითხულობდი, რომელიც თვალ ასეთი კვაჭისნაირი კაცი არ იყო, კონტროვერსიულია და ეხა გერონ ტიქიქოძებას აღწერს როგორც და წერილში ჩანს რომ ქონდა ეს რაღაცა კვაჭური ეპიზოდები ცხოვრებაში, მაგრამ დამოუკიდებელ საქართველოს ვთქვათ ეხმარებოდა ამერიკაში ეს ცოლის მოყვანის ეპიზოდი რაღაცებში გავს, მაგრამ აი კვაჭი არის ჩემთვის მიხეილ ჯავახიშვილის გენიალობა იმაშია, რომ ხედავ ძალიან ნაცნობ ქართულ კაცურ თვისებებსაც, როგორ ახსენე, ყველა სტერეოტიპს, რაც არსებობდა ქართულ კაცზე საბჭოთა კავშირში დაუშვათ, ხო, სმა, ხიბლი, იქ ფრანკალებთან სევუთხერა ენაზე ლაპარაკობს, თან არ იცის, მაგრამ მაინც შეუძლია ეს რაღაც რუსეთში წარმატება და რაც თავარია, აი ეს გზა, რაც რუსეთში რასპუტინის მეშვეობით მეფის ოჯახთან დაახლოება და ჰაერის გაყიდვა, ხო, რაც თქვათ შეიძლება ჩაითვალოს, რომ აი ყოჩაღ. მე გამიგია სხვათა შორის საქართველოში ძალიან ბევრ ასეთ ადამიანზე, რომ მაგარია რა, იქ რუსეთში ვიღაცები მოატყუა, ფული იშოვა, ესეთი რაღაც პიეტეტით ლაპარაკი მაგალითად კრიმინალურ სამყაროზე, ქურდებზე, მდიდრებზე, რომლებიც თავის ქონების წარმომავლობას ვერ ადასტურებენ და მერე ირკვევა, რომ თქვათ რაღაც ბანკი დაარსეს და ხალხი გადაყარეს და ასე გამდირდნენ, მაგრამ აი ეს რაღაცა პატივისცემა, მოწიწება და გულისამრევი, ქედისხრა, აი ასეთი ხალხის მიმართ მეც გვინახავს. ასე რომ მე ვფიქრობ, კვაჭი არის ჩვენი დიაგნოზი, რაც მარტო ერთ ბოროტ ადამიანზე არ არის რა, ეს არის რაღაცა იდეალი, რომლისკენაც ქართველი ისწრაფოდა, რომ გადარჩენილიყო იმპერიაში და მოგვიანებით საბჭოთა კავშირში. ხო, გადარჩენა კაი სიტყვაა, იმიტომ რომ ბევრი ეპიზოდია რომანში, სადაც ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ კვაჭის, ასე ვთქვათ, გადარჩენის სტრატეგიები. მაგალითად, ის მზად არის ილაპარაკოს მეგრელებზე აუგად, რომ მეგრელები და ქართველები სხვადასხვა ხალხია, თუ ამის გაგონება გრძნობს, ეს იამოვნება ვიღაცა რუსის კაპიტანს, ხო? ნუ მის იმორალიზმი ხშირად ახსენეთ, მაგრამ თუ ვილაპარაკებთ პოზიტიურად ლაპარაკი ანიშნავს კარგის ლაპარაკს, ანუ რა არის მისი არსებითი ღირებულება, რა ყველაზე ნაღდი, რომელსაც არსოც არ ღალატობს, რაც უწინარეს ყოვლის საინტერესებს და მერე გამომდინარეობს უკვე მისი დანარჩენი ქმედებები, სწრაფვები და განზრახვები, ეს არის, თუ შეიძლება წავიკითხავ. ფული და ფული, უთვალავი და გამოულეველი ფული, ვინაიდან სილიბისტროს შვილს მტკიცედ, ღრმად და ურყევად სწამდა, რომ ამ ქვეყნის ღერძი და დედაბოძი მხოლოდ და მხოლოდ ფულია, ხოლო დანარჩენი რაც კი არსებობს, მთელი მსოფლიოს სული, გული და ხორციც უკლებლივ ყველაფერი მხოლოდ ფულის ტვერია. ხო? ეს არის აი ყველა საკვანძო სიტყვები მგონია კვაჭის არსის გასაგებად რა. კი და თუ გავიხსენებთ ზუსტად ასე ეს არის საკვანძო ეპიზოდი, რადგან თუ გავიხსენებთ აი ბოლო რაღაც ჩაქრობამდე და ვიღაც ქალის ფაქტობრივად ტყვედ დარჩენამდე ცუდ ხასიათზე არის, როცა ფული არ აქვს. დანარჩენი არანაირი სხვა ფაქტორები, თუნდაც დროებითი ტაქტიკური უკან დახევა, როცა უწევს, როცა წააგებს რაღაც გაიმასქნებას, ვერ გაიმასქნის ისე როგორც საჭირო, ისე არ თრგუნავს, როგორც აი ეს ფულის გამოლევა. აი ეგ მაგარი თვისება აქვს ძალიან ის არ ტყდება. ხო? ძალიან მაძიებელი გონება აქვს, როგორც ჩანს, სხარტი და ყოველთვის ორიენტირებულია თურთულ სიტუაციაშია ამ სიტუაციიდან გამოძრომას და რაც თავარი ამას ახერხებს. ჯავახიშვილს ეს შეიძლება ძალიან ღრმად არ კონდეს აღწერილი, იმიტომ რომ როგორც ჩვენ თქვი ეს თაღლითური რომანია ჟანრობრივად და ამიტომ ღრმა ფსიქოლოგიური რაღაც мотиваციები შეიძლება არ ჩანდეს, მაგრამ ნუ მას ასე უნდა.
ეს мотиваციები შეგვიძლია ჩვენ თვითონ და ჩანს ხო უბრალოდ თავარი მაინც ის არის რომ აი ამ მთელი არამზადობების მიუხედავად და სიკვდილის მატარებელი კაცია ბევრისთვის ხო აი სიკვდილის მატარებელი კაცი ვიღაცეებისთვის პირდაპირ ცელიანი სიკვდილია შეიძლება ითქვას არის ნუ კი ფულის მოყვარული თავისთავად მაგრამ სიცოცხლის მოყვარულია ძალიან ვიტალური ტიპი არის რა კი ამას ქვია ბიოლოგიაში აი ეს იმიტომ ვახსენე ეს ევოლუციის საყვარელი არსებები ვისაც აქ ეს მაღალ ადაპტატირობა რომ ოღონდ გადარჩეს იმისთვის რომ იცოცხლოს და გააკეთებს ისეთ რაღაცებს რაც კლავს აი ესეთი პარადოქსია უდიდეს რისკზე, რასაც მე ჩვენ გამბედაობა შეგვიძლია მოგვეჩვენო, სინამდვილეში არის აი სიცოცხლის სიყვარული და არა მაღალი იდეალები. აი ეს განსხვავება მაღალი იდეალებისთვის სიკვდილი და გაბედვა სხვა რაღაც არის და აი ამ გადარჩენისთვის, რომ ბიოლოგიურად გადარჩე და რაც შეიძლება დიდხანს იყო, ამისთვის ყველაფერზე წასვლაც არის აი ეს რაღაც პარადოქსული სიყვარული სიცოცხლისა, როგორც ახსენე, რომ იმიტომ რომ ხო არის ეს რაღაც სიტუაციები, სადაც შეიძლება თუნდაც რასპუტინთან ახლა ამ ხელა კიდე αφიორას ეჭიდები, ხო? რომელიც უნდა გააცუცურაკო. ესე იგი რამ ხელა თან ეგრევე იცის ვისთან აქვს ამის სახით. რა თქმა უნდა, ერთმანეთს ხო ცნობენ ესენი. და უთმობს თავმოყარეობის ატროფიაც ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ დროს, იმიტომ რომ საკუთარი ქალები, საკუთარი აზრები, ყველაფერი უნდა დაუთმო დროებით მაინც იმას ვინც არის შენი ხიდი კიდე უფრო დიდ ინსტანციამდე, ხო? რატოა კიდევ სახიფათო ბრჭყალებში თუ ბრჭყალებოთ პერსონაჟი, გეხსოვნება დარწმუნებული ვარ ასეთი ფრაზა, რომელსაც ხშირად გაიგონებდი საბჭოთა კავშირში ქართველებზე, ოღონდ ამას თვითონ ქართველებივე ამბობდნენ, სხვები არა, ქართველებისგან გამიგია ერთ-ორ ლიტერატურულ ტექსტშიც მინახავს, ოღონდ გაიკვირდება და პოზიტიური კონოტაციით იყო ნათქვამი. რომ ქართველები, მოდი მე დავიწყებ და შენ დაამთავრებ ჯერა. ქართველები ნიჭიერები არიან, მაგრამ ხო, ზარმაცები, ხო. ეს არის. აქ ეგ წერია, ეს ეგ ფრაზა მოდის აქედან. ამიტომაც არის. ამიტომაც არის რაღაცა ყველაფრიდან ამოვარდნილ ქართველზე, არამედ ყველაში ცოტა კვაჭია. ხო, ოღონდ ჯავახიშვილი გეუბნება, რომ ეს არის სახიფათო რამ საზოგადოებისთვისაც, პიროვნებისთვისაც, სხვებისთვისაც სახიფათოა, როცა შენ რჩები გაუნათლებელი ნიჭიერების ამარა რა და არ გიკვირდა სულ კიდე რომ აი ეს პუპი და სილიბისტრო და ოჯახი როგორ არასდროს არანაირ საყვედურს არ ეუბნება 5 წლიდან ვიდრე 35-მდე ოჯახმა გაზარდა ასეთად ის მაგრამ ხო გივინახავს ოჯახები რომ მაგალითად თვითონ ქურდია ან მაფიოზია მაგრამ შვილი უნდა რომ ჰარვარდში სწავლობდეს ან თვითონ მკვლელია, მაგრამ შვილი უნდა რომ პროფესორი იყოს. მამამ სილიბისტრომ გაუკაფა კვაჭის გზა ნაყიდი იდენტობისაგან შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ კვაჭი უარს ამბობს, რამდენჯერმე ამბობს უარს თავის ნამდვილ გვარსახელზე, ხო? კი იციან ერთით შეხედოთ თითქოს კვაჭი როა, მაგრამ ну როგორ ქვია ნაპოლეონოვიჩი ხო კეთილხმოვანება ეს გერების შერჩევა რაღაცას მენა აქვს უნდა ითქვას ანაპოდისტე კვაზი ანაპოდისტე კვაჭანტირა სრული სახელი ანაპოდისტე კვაჭანტირაძე კი არა ნაპოლეონ აპოლონოვიჩი და აზნაურობა რომ უყიდა ამას გულისხმობს. თავისთვის იყიდა და მე ნუ შულს გადაეცა. ხო, ეხლა ეგ არის ოჯახის სტატუსი და მე გაზარდა თავადობამდე და მე გახსოვს როგორ გამოძრა. უკვე როცა გადავარდა რომ კნიასო კაცო ყველას ქართველებს ეგრე ეძახიან რუსეთში კნიასო თორე მართლა კნიაზე კი არ ვარო ის სიმწრით მოპოვებულიც თუ ესე იგი რაღაცა გასაჭირი შეიქმნება და ის სიმწრით მოპოვებული თავადობა და აზნაურობასაც კი დათმობს რომ გადარჩეს აი ზუსტად ესაა რაც ახსენე სიცოცხლის სიყვარული რომ უკვე მზად არის გახდეს წითელი თეთრი რა ვიცი ნებისმიერი რამ ვერ ვიგებთ სინამდვილეში და ეს არის ალბათ ყველაზე გამაღიზიანებელი ადამიანებში ეს არის დიქტატურის საფუძველი, კონსტრუქცია მთავარი საძირკველი, ეს არის ყველანაირი ბოროტების მთავარი საშენი მასალა, როდესაც ვერც იგებს სინამდვილეში რა მოწონს და როგორ და რა უნდა. ანუ ყველა სიტუაციას მორგებული კონფორმისტი. აი ვიღაცაზე რო ამბობენ ხოლმე რომ ეს კომუნისტი იყო, აი ეს კომუნისტები მე ჩვენ ნახეთ 90-იან წლებში როგორ ნახევარ საათში გახდნენ მართლმადიდებლები მასიურად. ასე რომ მთავარი პრობლემა არის არა რომელიმე იდეოლოგია, როდესაც იდეოლოგიას უპირისპირდება
უპირისპირდები, შენ იცი რას უპირისპირდები, ის არის შენი მტერი და არა მურჩილი უმრავლესობა, რომელიც აი ესე კვაჭივით გადადის. მეორე ასეთი დიდი ტექსტი გვაქვს ყვარყვარე, როდესაც ჩანს აი ეს კონფორმიზმი და საგულისხმოა, რომ ყვარყვარედან პერსონაჟებიც და სიტყვა კვაჭი და გაკვაჭა დარჩა, იმიტომ რომ ეს ჩვენი პრობლემა როგორც ჩანს არის ეს კონფორმიზმი, რომელსაც ახლა იმით ამართლებენ ხოლმე, რომ ჩვენ ისტორიულად ეს ასე გვჭირდებოდა. რომ წითლებთან წითლები ყოფილიყავით მუსლიმებთან. ანუ ჩვენ არა, აი შენ გჭირდებოდა კონკრეტულად. აი დამასწარი ორწემ. ჩვენ არ გჭირდებოდა, ეს გჭირდებოდა პირადი გადარჩენისთვის და პირადი ტყავის დასაცავად და უბისწიგნაკებში მიხეილ ჯავახიშვილი ამას ზუსტადად წერს ხოლმე, წერდა ხოლმე, რომ აწუხებდა აი ეს ჯაყოიზმი, კვაჭიზმი და ზუსტად დახატა ორი დიდი პრობლემა. აი ველურის და გაქნილის ძალადობისა და ინტელექტუალურობის რომლებიც საქართველოში მუდმივად იყო პრობლემა და რომელმაც თავად მიხეილ ჯავახიშვილიც შეიწირა. თუ მოვინდომებთ სტალინსაც დავინახავთ კვაჭიში. თავისი ბიოგრაფიის აი ამ რაღაც ყველაფრის კადრებლობით, გზის გაკვალვით, რაღაც იდეოლოგიის შეცვლით, შეიძლება ის ასულიერო იყო სტალინზე გეტყვი, თუმცა პროტოტიპი როგორც ხოცნობილია, რომ კერენსკი, დროებითი მთავრობის ხელმძღვანელი 1917 წელს ქალის კაბაში გადაცმული გაიპარა ამერიკელებმა გააპარეს. და ეგ არის ტყუილია სინამდვილეში ქალის კაბა გადაიცვა სტალინმა, როცა 1913 წელს აბლავაში მოხდა და ნუ მას თავისი სისუსტეების მიწერა უყვარდა როგორც ჩანსხვებისთვის და რეალურად ხო და აი ეგ სინამდვილეში ქალის კაბა ეცვა სტალინს ის ცნობილი ბრიტანული შარჟი რომ არის ჰიტლერი და სტალინი რომ მოდიან ახალდაქორწინებულებს ხო გინახავთ ხო სტალინი იქ დედოფლის როლში არის, პატარძლის როლში, აცვია თეთრი საქორწინო კაბა, ну თავის ულვაშები და ის შენარჩუნებული აქვს. როგორც ჩანს მაგის დამხატავმა, ეგრეთ სულ ვფიქრობ, რომ იცოდა ის ამბავი 1913 წლის ამბავი, როცა სტალინი შეინიღბა ქალის კაბით. კი, და ამიტომაც ვამსგავსებ კიდევ და მიაწერა მერე ეს სხვას. კი, რომ კვაჭიც შეიძლება სხვანაირად რო წასულიყო საქმე, ანუ მეტი ალღო და ფორტუნაზეც არის ამ შემთხვევაში და გამართლებაზე. აი სტალინის ბავშვობა, თქვათ, შეიძლება სხვანაირი ყოფილიყო, მაგრამ ფსიქოპატიით ძალიან გავს კვაჭის. მანაც ბანკის დაყაჩაღება იყო თუ სასაჭირო იყო ლექსის წერა, თუ ცოლის მოყვანა, თუ ნებისმიერი მისი ნაბიჯი ლენინამდე და მე როგორც გააკეთა ხო თავისი კარიერა გულისხმობდა და მე როგორც ცდილობდა წაეშალა თავის ბიოგრაფია როგორც კვაჭი ცდილობდა გაზეთებში რო აქვეყნებინებდა საკუთარ თავზე სტატიებს ეს მუდმივად წაშლა გადაფრება და პალიმპსესტია და რაც თავარია ჩვენ ხო ვართ ჩვენი მარტო ჩვენ კი არა საზოგადოებაც და ადამიანს არის საკუთარი მეხსიერება როგორც კი ეს მეხსიერება საკუთარ თავზე ბიოგრაფიაზე აღარ არსებობს, რატო გვეშინია ყველას, ხო, აი ამ სკლეროზის, რომ აღარ გახსოვდეს ვინ ხარ. და როცა ამას შლი მუდმივად, შესაბამისად, აი ეს რაღაც ქელკანიანობაც აქედან მოდის. ისე როგორც ქვეყანას რუსებმანაც გაგვიკეთეს, ანუ წაგვიშალეს წარსული, დაგვიწერეს თავიდან ისტორია და სტალინიც იყო ძალიან ვერაფრით ვერ ხვდებოდნენ აი ეს მისი ძველი მეგობრები, რომ არ უნდა ეს სტალინზე მის რა ქვია, წარსული მოგონებების წერა ახალგაზრდობაში როგორ იყო, იქ მერე კაბის ამბავი შეიძლება ამოტივტივებული იყო 1000 ცოდვა, ყაჩაღი იყო კრიმინალი. ყაჩაღი სახში ცუდად რო ექცეოდნენ, ყველაფერს რო კადრულობდა და როგორ მიძრებოდა აი სოციალური ლიფტი როგორ აიარა, ამის მოწმეები დახვრეტილი ყავს პირველ რიგში, ხო? და კვაჭიც ახლა თუ კიდე ყნოსვა არ უმტყუნებდა როგორც მიხეილ ჯავახიშვილი მიმართავს კვაჭი გიმტყუნა ყნოსვამ აი რომ არ ემტყუნა ყნოსვას და კიდე უფრო დიდი სიმაღლეებისთვის მიეღწია ეჭვიც არ გვეპარება არც მე არც შენ ალბათ რომ კვაჭიც სასტიკად დასჯიდა ყველას ვინც ეცდებოდა გაიხსენებინა მისთვის წარსული არც ქალები ეცოდება და ამათაც რაღაც იარაღად ხედავს და ეს არის ფსიქოპატების თავარი თვისება დაინახო ყველა ადამიანი ინსტრუმენტად
ეს იყოს ყველაფერი ინსტრუმენტარიუმი შენთვის, ქალებიც, კაცებიც, თანამოაზრებიც. ნუ ის თავისი ერთგული ძაღლივით ბესო ყავს, რომელსაც ერთადერთი ალბათ არაფერს ეჩის. და დანარჩენი აი ჭიქის ამბავი რო გაიხსენე ხო თათარიც ეს იმიტომ რომ იცის რომ ისინი არასოდეს არ გაბედავენ ყვაჭისთან რეალურ გატოლებას და რეალურად ძალაუფლებით. თორე თუ გაბედავენ ახლა სტალინმაც თავისი თანამოაზრები შვენივრად მიახრიტა და მოიცილა. ესე პირდაპირ კავშირს არ ხედავ მით უმეტეს რომ რეალურ პროტოტიპზე არის საუბარი, არ ხედავ, მაგრამ ფსიქოტიპი, ანუ ადამიანი რომელიც გადის რაღაც კრიმინალურ გზას, მერე ამ მოპოვებულ პრივილეგიებზე უარს ამბობს და კიდევ უფრო მეც კადრულობს და კიდევ უფრო მეც აღწევს და ამაზეც ბოლოს უარს ვილიკის სტრატეგ როგორც იტყოდნენ ხოლმე, ხო? აი სტრატეგოსი კვაჭიც არის რაღაც დოზამდე, მაგრამ აი ეს ფსიქოტიპი ადამიანი რომელსაც არავინ არ უყვარს არავინ არ უყვარს და ყველა გრძნობას აი მიმიკრიებს და საკუთარ თავზე აწერინებს რაღაც მაქებარ უხერხულში არ ვარდება და არ ეცინება რომ მაქებარი რაღაც სტატიები აწერინოს და კულტი საკუთარი თავის კულტის შექმნის ცდელობას ჩვენ აქ ხედავთ და მისი აი ესეთი რაღაც უფრო კი ისევ როგორც რასპუტინიც არის ცოტა ყვაჭი, ოღონდ უფრო არაადეკვატური და მომენტებში რაღაც ალოსური გამოვლინებებით, ხო? აი ეს ყნოსვა რაღაცა დაბალი როგორც კაფკა ამბობდა, ეს ინტელექტუალიზმი ცოტა კლავს მე აი ამ რაღაც ცხოველური ყნოსვის რეცეპტორებს ძალიან თრგუნავს. რაც უფრო ინტელექტუალია ადამიანი, მით უფრო უჭირს აი ამ მაღალ ადაპტატიურ არსებებთან შეგუება. აი დაბალ ორგანიზებულია, მაგრამ ძალიან გადარჩენისკენ მიდრეკილი. და ეს მაღალ განვითარებული ადამიანები უფრო ადვილად იღუპებიან, რადგან უჭირთ აი ასეთ გარემოებებთან ადაპტაცია. ხო, აქაც ხედავთ, რომ ყველაფერს ეგუება. აი უდიდესი სიმდიდრიდან უცებ შეუძლია შეეგუოს რაღაც ციხის პირობებსაც კი, სადაც თაგვებიდან. იმიტომ რომ გადარჩეს, აი ეს თავარი რაც თქვი, ეს არის აი ეს სიცოცხლის ასეთი მანიაკალური სიყვარული. რაც ინტელექტუალურ ადამიანს არ აქვს, იმიტომ რომ ძიებაში მიდის და პირიქით რაღაც სიკვდილთან მუდმივად სიკვდილთან შეგუების პროცესით ფილოსოფირებს. ერთი მოტივია მანდ კიდე პავლოვის მოტივი, რომელიც არის ხო იმპერიის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელია და მერე ეს კაცი როგორც გახსოვს ძალიან როგორ უკაცრავად და პლავნად რა, ესე მდორედ, მსუბუქად გადაკვალიფიცირდება ბოლშევიკების მსახურად და საბოლოოდ კვაჭისთან ერთად ხვდება ციხეში გვახსოვს და მე ციხეში კვდება კვაჭი გამოიქცევა და ამას ახლა რო ახსენე ინტელექტუალური ადამიანის ტვირთი რა შეიძლება იყოს. ის არის ინტელექტუალი. კი უზნეო და გათახსირებულია ისიც პავლოვი, მაგრამ აი ესეთი ვიტალურობა როგორიც კვაჭის აქვს, არა აქვს რა, ეს საბოლოო ჯამში რატომ ახსენდება, იმიტომ რომ პავლოვი იყო შეიძლება ითქვას კვაჭის თითქმის ტოლძალოვანი მოწინააღმდეგე, იმიტომ ყველგან მიაგნო სადაც იყო, ზუსტად იცოდა ვინც იყო და მე უთხრა რომ იცი მაშინ აღარ გერჩი არაფერს, იმიტომ არეული დროა და კაცმა არ იცის ვინ ვის დაჭირდება. კიდე რა შეიძლება ითქვას კვაჭიზე? მან ძალიან ბევრი კომბინაცია, ოპერაცია, როგორც ჯავახიშვილი ამბობს, გააიმასქნა, მაგრამ მან განიცადა მარცხებიც ამ მხრივ. ანუ არსებობენ ჯავახიშვილი ამას დაწვრილებით არ გადმოსცემს. მაგრამ გვეუბნება რომ თლად ამის იმედად ნუიქნებით, აი ესეთი უნარების კაცის იმედად ნუიქნებით, ანუ თქვენ თავში ნუ კულტივირებთ იმას, იმიტომ რომ ყოველთვის გამოჩნდება შენზე დიდი აფერისტი, შენზე დიდი კრიმინალი, რომელიც გაჯობებს. იმიტომ კვაჭი ჩვენ გვახსოვს კრახი განიცადა, როგორც კი რუსეთის იმპერიის ფარგლებს გაცდა. ხო, მისი ქართველობა და მისი რაღაც პიროვნული ხიბლი და კიდევ სხვა უნარები, რომელიც არაერთხელ ახსენეთ, ეს აღმოჩნდა, რომ ჭრიდა საქართველოში და რუსეთის იმპერიაში იქაც მე ბოლომდე არ გაჭრა. ხო, საზღვარგარეთ მარტო გინდა იქ რომ დააკნაშოვნი ფული რომ იქ ხარჯო. ხო, და იქ არაფერი არ გამოუვიდა, იმიტომ რომ დახვდა მაღალგანვითარებული საზოგადოება და მაღალგანვითარებული შეიძლება კრიმინალიც კი. რომელთაც კვაჭი, მოდი ვთქვათ ასე, არ ჭამეს. ეგრევე გაიგეს ვინც იყო და ესეც რაღაცა ქართული და სევდიანი ამბავია რა, როცა შენ მიდიხარ ჭყალებში სამუშაოდ სადასავლეთში, იმედი გაქვს რომ შენი რაღაცა კვაჭობიდან
რაღაცა უნარებით რამეს მიაღწევ, მაგრამ საბოლოოდ ჯერდები დაბალ საფეხურს სოციალურ კიბეზე. ნაღვლიანი რომანიც არის ამ ხრივ, ხო? იმიტომ რომ ერთი შეხედვით ეს არის დიდი გაქანების ავანტიურისტი, მაგრამ ეს სიდიდე გაქანებისა რუსეთის სიდიდით არის გამოწვეული. ხო, ერთი ქვეყნის ფარგლებში არის მაგარი. მაგრამ ამის მიღმა, ეხლა მე სულ არ მინდა რომ რაღაცა კვაჭი იყოს ევროპული მასშტაბის აფერისტი და ევროპული მასშტაბის მაფიოზი შეიძლება ასე ვთქვათ, მაგრამ ამისთვის მას რაღაც არ ყოფნის. ალბათ შეიძლება განათლება, რომელიც მას არ აქვს და კონცეპტუალურად გაუნათლებელია, მან არ მიიღო განათლება, იმიტომ რომ დაეზარა. აქ არის წიგნში ერთი მომენტი, მცირე პასაჟია, მაგრამ ძალიან გასაგებად წერია, რომ მას არ ქონდა ნებისყოფა და შრომის უნარი, დამჯდარი შრომა არ შეეძლო, საერთოდ რომ რაღაცა ესწავლა. და რამდენიმეგან ჩანს, რომ სიტყვების მნიშვნელობებიც არ იცის, სადაც ჩანს, რომ გაუნათლებელია. ერთი საინტერესო დეტალია კიდე ჯავახიშვილს სულ დასაწყისში, როცა კვაჭი იზრდება და კოჭებში ეთყობა, რაც იქნება და პირველ მომავლის აფიორებთან და სისასტიკეებთან შედარებით, რაღაცა უწყინა აფიორას გააკეთებს ადამიანის მსხვერპლის გარეშე. აღმოჩნდება, რომ და შეუტყობენ ამას, უნდა დასაჯონ, მაგრამ აღმოჩნდება, რომ კვაჭის ყავს მფარველები. ოღონდ ამ მფარველებს მიხეილ ჯავახიშვილი არ აკონკრეტებს, არ შლის მაგ ეპიზოდს, მაგრამ როგორც ჩანს, ეგ ეპიზოდი არც არის მაგისთვის დაწერილი. რომ კვაჭის გამოძრონა აჩვენოს. არამედ დაწერილია იმისთვის, რომ ჩვენ ვიცოდეთ რა გარემოა მაშინ. ასეთი ტიპის ჯერჯერობით წვრილმანი აფერისტის არსებობა ვიღაცებს აწყობთ რა. მასში არ ვიცი რას ხედავენ, მაგრამ რა იარაღს ხედავენ, რატო აწყობს ეს არ ჩანს, მაგრამ ხელს კი აფარებენ. და ამ ხელის დამფარებელი ადამიანების ვინაობა ჩვენთვის უცნობი რჩება. რჩებით აი ამ ფაქტის ამარა, რომ კვაჭის სრულიად ცნობიერად შეარჩინეს და არ გაასამართლეს რაღაცა მავნეთაღლითობის გამო. ეს არის ინვესტიცია. იმიტომ რომ ასეთი თაღლითი შეიძლება შენთვის გამოიყენო მერე. ან ჩვენ ამას ვერ ჩავწვდებით, რატო შეიძლება თაღლითებს ხელს აფარებდე რაღაც დრომდე, მაგრამ მოწყვლადია ყველა თაღლითი, რომელიც შენთან დავალებულია. და ამიტომ და გვინახავს თანამედროვე საქართველოშიც ეს, როცა თაღლითობას პატიობენ, იმიტომ და ფარველები ყავთ თაღლითებს, იმიტომ რომ მე გვინახავს რა ვუყურებთ. ხო, გვინახავს რა ხო, სულ ყოველ დღე ვუყურებთ. ასე რომ აქ გაუგებარი არაფერია, იმიტომ რომ ეს არის ადამიანის ძაფით გამობმა რაღაც დრომდე და დაშანტაჟება, თუნდაც ფულს რო იშოვის, მე შეიძლება მისცე თაღლითობის საშუალება, რომ კიდე მეტი იშოვოს და გამოთხოვო უკან, კი? მიხეილ ჯავახიშვილს ალბათ ძალიან უნდა დავუფასოთ, რომ ბევრი ამბავი კვაჭიზე, ხომ ის თავში მოიხარშა. ბევრი სხვათა შორის რაღაცა არსებული აფიორებია, სქემები აღებული, მაგრამ მიხეილ ჯავახიშვილს თეორიულად ხო ქონდა ეს ცოდნა, როგორ შეიძლება, რომ რუსეთში მაგალითად ესეთი თაღლითური გზით და საკუთარი ქარიზმის გამოყენებით ადამიანმა ეგრეთ წოდებულ ბჭყალებში წარმატებას მიაღწიოს. მაგრამ თვითონ აი, როდესაც ბოლშევიკები უკვე საფუძვლიანად მოვიდნენ, თვითონ ვეღარ მოძებნა ვერანაირი გზა ისეთი წიგნების წერისა, რომელიც მას გადაარჩენდა. ქალის ტვირთიც კი არ გამოდგა წიგნი, რომელიც მას დაიცავდა დახვრეტისგან და ჯაშუშობის დაბრალებისგან. და კიდევ ერთხელ ხედავთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მას კვაჭის დაწერისთვის შენც ხო უნდა იცოდე კვაჭი რა შეიძლება გააკეთოს, ან თეორიული ცოდნა გაქვს ბოროტებაზე და თუ კი ცოდნა გაქვს, თუ კი განათლება გაქვს და თუ კი ერკვევი და ბოროტების დეკონსტრუქცია შეგიძლია, ალბათ რაღაც ანტიდოტის შემუშავება შეგიძლია, მაგრამ მართლა საქართველოში მოვიდა ძალა, რომელსაც ვერც კარგი გადაურჩა მიხეილ ჯავახიშვილის სახით და ვერც ცუდი კვაჭი კვაჭანტირაძის სახით, იმიტომ რაღაც უფრო დიდ უბედურებაში შევედით და დიდი ხნით. მე არ მახსოვდა ამ ჯერზე გადაკითხვისას, არ მახსოვდა და გამიჭირდება ხა ზუსტი სახელი შეურჩიოთ ჩემ შტაბ-შტილებას, რომელიც წარმომეშვა კვაჭის ბრძოლაზე ბოლშევიკებთან.
ხო ის წავიდა საბრძოლველად და კოჯორთან მოგეთ კი არ მიეგება ბოლშევიკებს არამედ არაფერი არ გააკეთა როგორც ხდები ხო არ უბრძოლია მოწოდებაც ჰქონდა რომ ნუ არ იბრძოლოთ მაგრამ წავიდა არ მიეგება ბოლშევიკებს შეიძლება ითქვას ანუ ჯარს არ წაუწვა არც ეხა ჩვენ ვიცით ქართველი პოეტები რომლებიც გვერდში დაუდგნენ მაშინ წითელ არმიას რუსებს მაგრამ კვაჭიმ თავის პერსონაჟს ეს არ გააკეთებინა და თან ისე წაიყვანა მისი ყოფა რომ ბოლშევიკებთან ის ვერ იმეგობრა ბოლოს რა ბოლშევიკებს აბსოლუტური უნდობლობა და შეუვალობა აღმოაჩნდათ კვაჭისნაირი ტიპის მიმართ მათ როგორც ჩანს ან ამოიცდეს კვაჭი რაც იყო ან არც აინტერესებდათ ვინ იყო და ან კვაჭიში მთავარი რაც იყოს ფულის სიყვარული იქ კერძო საკუთრების უგულებელ ყოფა, რასაც თავად მიხეილ ჯავახიშვილის პატივს სცემდა და ეხა კვაჭისთვის ხო ამოსავალიც რატო იყო მთელი ეს მისი ყველა მოძრაობა იყო სიცოცხლე, ოღონდ თან ძალიან დიდი ფინანსური უზრუნველყოფით, ხო, რომ მას ქონოდა აი ამ საკუთარი იდენტობა იმდენად მიბმული იყო კვაჭისი ფულზე, რომ აი ამ ტოტალური გაღარიბებით ადამიანების მართვის ეპოქაში ის ვერ გადარჩებოდა. არ გაგჩენია კითხვა თუ რატო არ დასჯერდა კვაჭი და რატო არ გადაიყვანა თავისი ცხოვრება შედარებით წყნარ მდინარებაში, საიმისოთ რომ ის სიმდიდრე რაც რაღაცა მომენტში ქონდა შეენარჩუნებინა. კი და ჩემი პასუხი მაქვს რომ შეიძლება მცდარი იყოს ამაზე ეს არის ბილჯერ ქონდა ეგეთი შანსი კი მაგრამ ეს არის ლუდომანის ვნება ადიქცია როდესაც შენთვის ეს აზარტი და თან ცოტა სიბრძნე ხო კვაჭის არ აქვს კვაჭის აქვს ჭკუა ყნოსვა მაგრამ არ აქვს სიბრძნე და როდის გაჩერდე ეს არის სიბრძნე როდის წახვიდე როდის გაჩერდე როდის გამოიყენო მომენტუმი ამას უკვე ბრძენი ჭირდება და კვაჭი არ იყო ბრძენი კვაჭი იყო ტრიქსტერი და ტრიქსტერი შეიძლება ლიტერატურაში მიმზიდველი პერსონაჟია, მაგრამ ცხოვრებაში ჩვენ ძალიან დიდ პრობლემებს გვიქმნის, ეს არის ნამდვილად შენი თქმის არ იყოს ურჩხული. მიხეილ ჯავახიშვილმა ჩვენ დაგვიტოვა ტექსტი, სადაც შეიძლება რომელიც საჩუქრად მიგვეღო, ამოგვეკითხა, როგორ ადამიანებს არ უნდა ვანდოთ, არც საკუთარი და არც ქვეყნის ბედი, მაგრამ როგორც სხვა ტექსტები, დიდი ტექსტები, ისე არც კვაჭი კვაჭანტირაძე ჩვენ არ გამოვიყენეთ როგორც გაფრთხილება, სამაგეროდ ვიღაცებმა გამოიყენეს როგორც გაიდლაინი. მისი ცხოველმოქმედება, მისი აი გახარება რა და აყვავება ამ პერსონაჟის ფრთების გაშლა თუ დავაკვირდებით შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ უკიდურესად კორუფციულ გარემოში, რომელიც იმ თავითვე არსებობს რა თქმა უნდა, ეს ცხადია. წესიერ გარემოში ეგეთი ტიპი ვერ იხარებს, ესე რომ ჩვენ შეგვიძლია კვაჭ-კვაჭანტირაძეში დავინახოთ კიდევ სხვა რანგის სოციალური კრიტიკა, არა მარტო ტიპის სოციალური კრიტიკა, არამედ სოციალური კრიტიკა დიდი მასშტაბით, ანუ იმ საზოგადოების კრიტიკა, რომელშიც ის მოქმედებს, იმიტომ რომ არ არის რგოლი, რომელსაც სიდამპლე არ აქვს შეპარული. ნამდვილად ასეა და ალბათ ჩვენი გადაძახილი ვიღაცისთვის დღევანდელობასთანაც ასოცირდება და სამწუხაროდ შევდივართ ისევ აი ამ სპირალში, შესულები ვართ, მაგრამ გავდი 100 წლის მერე ისევ კვაჭი სამწუხაროდ არის მშობლიური ნაცნობი ტექსტი და ბევრ რაღაცას ვკითხულობ ჩვენს რაცხოვს ისევ გვხდება წველა და აი ამ კორუფციაზე მხიარული ნოტით დავასრულოთ კვაჭიზე საუბარი, რადგან კვაჭიზე და კვაჭისზე უსასრულოდ შეიძლება საუბარი, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს უსასრულო დრო. დათო ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ ეს ტექსტი თავიდან გადაკითხვის სურვილი გავაღვიძეთ იმედია სხვებში. ცუდია რომ ამ ტექსტს ჩვენ გაფრთხილებად ვერ გამოვიყენეთ და სხვებმა გაიდლაინად გამოიყენეს, მაგრამ რა სიზამ. ამიტომ თუ ოდესმე გვეღირსება ნორმალური ქვეყანა, უნდა გქონდეს ქართული ტექსტების კარგად წაკითხვისა და გათავისების პროგრამა, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ თუ დავაკვირდებით მიხეილ ჯავახიშვილს ნაწინასწარმეტყველები აქვს არა მხოლოდ 1924 წლის შემდგომი პერიოდი, არამედ ერთი საუკუნის 100 წლის შემდგომიც და ეს არ არის კარგი ნიშანი. დიდი მადლობა და ჩვენი პოდკასტის ბოლოს კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გითხრათ ჩვენი არხის მაყურებლებს,
გთხოვთ დააფოლოვოთ ჩვენი გვერდი, გამოიწეროთ, დაგვიწეროთ კომენტარები და რა თქმა უნდა მადლობა ჩვენ სპონსორს მთის წყალს გემშვიდობებით მომავალ წიგნამდე.